ლერმონტოვის 101A ეს არის ზუსტად ბაგრატიონის და ლერმონტოვის კვეთა და შევდივართ კაფე ბარში ოლეგი. აბა, ოლეგი, რით გაგვახარებ? პატარა მოცუცქნული ოჯახური კაფე. გამწევს ამუშავებთ, ქალბატონოეთ? ნახეთ, აი ბევრი არაფერი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი უკვე წვეთა ნელ-ნელა იწყება. აი ნახეთ, იქაც ზეთები არის და გასაწმენდია. ნახეთ, გარეცხილი სუფთა კოვზები გააქვთ აქ, განლაგებული, მაგრამ აქ ნახეთ როგორი მდგომარეობაა. აი თვითონ აი ეს უნდა, აი ნახეთ აქ აქ შეხედეთ როგორი მდგომარეობაა. აი აქ ნახეთ რა მდგომარეობაა. ეს არის ყველაფერი კონდენსატი, მაგრამ აი აქ სუფთა ჭურჭელი, ვითომ სუფთა ჭურჭელი არის, მინდა რომ ნახოთ. აი ამას ხო ხმარობთ. ესაა სამზარეულოს ნიჟარა. საშინელება. სამზარეულო დასალაგებელია. ძალიან ბევრი ზედმეტი ნივთია თქვენ თვითონ რომ დაიხაროთ და ნახოთ ძალიან ეს რა არის, ესენი ვინ არიან? არაკნები ყავთ. ნახეთ. აი, შეხედეთ, სამწუხარო არაკნები ყავთ. ახლა უკვე მეშინია, ძალიან არასასიამოვნოა. აი ეს არის მენიუ, ოსტრი, ოჯახური, სუფხარჩო. ნახეთ, აი მამაკაცებს რო უყვართ, ჩანს რომ დიდი ხნის კაფეა, ესე ვთქვათ, პენსიონერია უკვე ეს კაფე და რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა რომ ცოტა გაერემონტებინათ, თუნდაც აი ეს შელახული იატაკი შეიძლებოდა რომ შეეკეთებინათ და აი ნახეთ კედლები როგორ არის უკვე გაშავებული, დაობებული. თუმცა მაგიდები არის გადაწმენდილი, სუფთა, არის ხელსახოცი, ეს კარგია და აი ესეთი რა ვიცი, აი ძალიან მეწეპება ხელი, იმდენად ჭუჭყიანია. ოლეგი თქვენ ახართ? ანუ თქვენი გახსნილია. როდის გახსენით? მაინტერესებს ისტორია უბრალოდ. წლები. 5 წელი. მეტი არა, 5 წელია რაც გახსნე. ნუ სარემონტოა ეთყობა ამ ობიექტს, რომ სარემონტოა. ეს ტაფებიც არ არის სათანადოდ დასუფთავებული, ესეთ ტაფების გამოყენება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. თვითონ აი კედლის მდგომარეობაც ნახეთ რა ცუდია. ტაფები გარეცხელია, მაგრამ არ ესათანადოდ სამწუხაროდ. ძალიან მწუხარა ესეთი მდგომარეობა რო არის. იქვევითაც ნახეთ იატაკი რას გავს. აი მე ტარაკნები ძალიან ბევრი ყავთ. აი აქაც რო გააღებ უკვე აი ჩანს, ვაიმე. აი ძალიან კარგად დასალაგებელი გაქვთ ტერიტორია. ქალბატონოეთ, ძალიან ცუდი მდგომარეობა გაქვთ სამწუხაროდ. აი ძალიან სიბინძურია. ნახეთ, ეს გამწოვი მუშაობს. მუშაობს ეს გამწოვი, ხო? ჭურჭელსაც აქ რეცხავთ და პროდუქტსაც აქ რეცხავთ და აი ესეთი ზედაპირები არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და აქ აშრობთ ჭურჭელს. და აი ესეც არასათანადოდ არის დასუფთავებული ყველაფერი. მე მესმის რომ პატარა ხართ, მესმის რომ შეიძლება აი მატერიალური მდგომარეობა არ გაძლევდეთ დიდი რემონტის გაკეთების საშუალებას, მაგრამ აი ელემენტარულად, აი როდესაც კონდენსატი აი ასეთ ამ დონეზე ჩამოდის და როდესაც აი აბლაბუდები, აი ზევით აი ხედეთ რამდენი აბლაბუდებია, ცვენაც მიმდინარეობს და სავარაუდოდ პერიოდულად წყალიც წამოდის. ადრე ჩამოდიოდა, ეხლა აღარ ჩამოდის. კარგია რომ ეხლა წყალი მაინც არ ჩამოდის. ძალიან მწუხვარ, ძალიან ცუდი მდგომარეობა გაქვთ ობიექტს. ძალიან. აი გასქურები გასაწმენდია აშკარად. კედლებიც აი მოსაწესრიგებელია. ვადები არსად არ არის მითითებული და გასაგებია, თავზე დახურული არ არის და მაცივარში ან რაოდენობით კონდენსატი. ეს არის აშკარად დასასუფთავებელი. აი ძალიან მწუხვარ, აი ძალიან მწუხვარ, მაგრამ აი ძალიან სიბინძურია, აი ზესიბინძურია. ყველგან აბსოლუტურად დასხმული, აი გაუბედურებულია ყველა პროდუქტი აბსოლუტურად. ხელის მოკიდება ამ სიამოვნებს აბსოლუტურად არაფერზე. ჭუჭყიანია სახელური და ამიტომ არ მინდა რომ შევეხო. აი ეს არის თურქული ტუალეტი, სამწუხაროდ მოშლილი, აი ჩანს რომ ეს ცუდი სუნია ძალიან. ვაიმე რა საშინელებაა ესეთ ტუალეტში როგორ შედის ხალხი. ძაფრი კანალიზაციის სუნია, ძალიან ცუდი. არ არის თევზის სუნი, ქალბატონო ტუალეტში შევედი და ლამის წავიქეცი, როგორ გეკადრებათ რა თევზის სუნია, ხა თევზის სუნს და კანალიზაციის სუნს ვეღარ ვანცხოვებ? როგორ ფიქრობ? ამას შეხედეთ. ტარაკანა საწყალი აგერ შეწირვია, ნახეთ. აგერ დაუსრესიათ.
რაიმე რამდენია ეს რა არის? ნახეთ რამდენია ზღვა, ტარაკანე ზღვა. ყველა ზომის აბსოლუტურად. აი. ეს არის ზე კოშმარი, ძალიან მწუხვარ. ეს არის სრული კატასტროფა, ეს არის საშინელება. აი ეს ერთი პატარა თითქოს და უწყინარი კვების ობიექტი არის ერთი ოჯახის ძალიან დიდი პრობლემა. ეს ნახეთ, ეს როგორ შეიძლება ამაში ადამიანმა, ამაში შემწვარ პროდუქტი ადამიანმა მიირთვას იატაკს, დამალვა კი არა, დასუფთავება უნდა, დასუფთავება. ბიზნესი არ უნდა იყოს აწყობილი სხვა ადამიანების დისკომფორტზე. აქ გაკეთებული საჭმელი არის ფაქტიურად საწამლავი. მოდით ერთად მოუხსნათ პრობლემები ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ ამ სახლში.